რუსებმა საჰაერო სადესანტო ჯარების შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიყვანონ. განცხადება ამის შესახებ რუსულ მედიაში გავრცელდა. ჯარების შეყვანის მიზეზად კი რუსული მხარე იმ პრობლემებს ასახელებს, რაც შესაძლოა კრემლის მიერ ამ ორი რეგიონის აღიარებას მოხვდეს. ქართული მხარე ფიქრობს, რომ რუსეთმა ამ ნაბიჯით აფხაზების და ოსების დამშვიდება გადაწყვიტა, რომლებმაც აბაშიძე კარასინის შეხვედრების საფრთხის შემცველად აღიქვეს. რუსეთის მიერ საჰაერო სადესანტო ჯარების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესაძლო განთავსებას თბილისში კრემლის მხრიდან ძალის დემონსტრირების ტრადიციის გაგრძელებად მიიჩნევენ. საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ დამატებითი ძალების გადასროლა სოჭის ოლიმპიადას უკავშირდებოდეს. მომავალი ოლიმპიური თამაშებისათვის გარკვეულ გაძლიერებაზე მედიან რეჟიმის. მაგრამ მთავარი თემა, რაზეც ალბათ ხაზი უნდა გაესვას, ეს არის, რომ ეს არის ჩვეულებრივი საოკუპაციო რეჟიმი თავისი ბნელი მხარეებით. ეს არის განცხადება, ძალის დემონსტრირება და მუქარის გარკვეული ტონით ისა ქვია პოზიცია. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მისი სამხედრო ძალები განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც საფრთხის ტერიტორიაზე, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიებია. შესაბამისად, მასზე ვრცელდება საოკუპაციო რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ქვია 50 კაცით მეტი იქნება თუ ნაკლები იქნება, რუსეთის ყოფნის სიმძიმეს ეს არ ამცირებს. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდა ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის დახმარებას უკავშირდება. შეიძლება უკავშირდებოდეს ადგილობრივი ოსების ან აფხაზების უსაფრთხოებას და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს არ არის მისთვის საკმარისი. ის აპირებს უფრო გაფართოებას თავისი მოქმედების არეალის, ეს უკავშირდება რკინიგზის ამოქმედებას მოსკოვის, სოხუმი, ერევნის მიმართულებით და ეს გულისხმობს, რომ საქართველო იქცევა სამხედრო პლაცდარმად. საჰაერო სადესანტო ჯარების სწრაფი რეაგირების ძალების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსების საკითხის გააქტიურებას აბაშიძე კარასინის მოლაპარაკებების პარალელურად ექსპერტები კრემლის მხრიდან ოსებისა და აფხაზებისთვის ერთგვარ მესიჯად აფასებენ. აფხაზეთსა და ესე იგი ცხინვალში ჭირდებათ გარკვეული ესე იგი სტაბილურობის შესანარჩუნებლად შექმნა შტაბ-ბიჭდილება, რომ იქ ძლიერდება ესე იგი თავდაცვითი ღონისძიებები და ამავე დროს მკაცრი განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში. რეალური განცხადების საფუძველი არის ის, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს რუსეთმა, რომ მას გარკვეულწილად აქვს რესურსი იმის, რომ ამ კოლექტიური უსაფრთხოების ძალების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება. შესაბამისად, ეს რაიმე მუქარის შემცველი არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ საჰაერო სადესანტო ძალების შესაძლო განთავსება იმ პრობლემის გადაწყვეტას უკავშირდება, რომელიც ოფიციალური მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება მოჰყვეს.